მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა პილპილია და ჩვენ ვიწყებთ რესტორნების შეფასებას ჩვენივე შეფასების შკალით და გაგაცნობთ იმ ობიექტებს, კვების ობიექტებს, რომლებიც ბაზარზე პოზიციონირებენ და საინტერესოა თუ ამას როგორ ახერხებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ სოციალურ მედიას. დღეს გვაქვს 3 ობიექტი, თითქმის ერთნაირი ტიპის, რომ დაახლოებით ერთნაირ კატეგორიაში შევაფასოთ რა. გვეყოლება სტამბა, ლოლიტა და პოლი. გვექნება 10 საკითხის, რაც შევაფასებს ამ კონკრეტულ ობიექტს, ამ შემთხვევაში სტამბა, ლოლიტას და პოლს. Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, Google review-ები, მენიუები, სადაც ატვირთული და საერთოდ თუ აქვს ატვირთული, ფასები ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ბევრს აინტერესებს ხოლმე. კონცეფცია, რამდენად სწორად მიყვებიან ამ კონცეფციას, კერძების ვიზუალები და სასმელის კონცეპტუალურობა, რა თქმა უნდა, საჭმელთან ერთად აუცილებელიც არის და ლოკაცია, რამდენად მისადგომია და მარტივი მისასვლელია. პირველი გვაქვს Facebook-ი. ხო. Facebook-ზე რა ხდება, ახლა ბატონო ნახოთ. ესე იგი, შარშან ზაფხულშია ბოლო პოსტი დადებული. ხო. რა ხდება? Facebook-ზე არ იყენებენ, იმიტომ რომ რაღაც არიან აქტიური. Instagram მენიუ არ ვდებთ Facebook-ზე და ქართულად არ იძებნება. უნდა ჩაწერო ინგლისური შრიფტით კაფეს სტამბა. რაც შეიძლება უშუალოდ Instagram-ს, ვფიქრობ, რომ ნორმალურია, თუმცა ასე თუ ისე ესთეტიური ესთეტიური. აქაც მხოლოდ ინგლისურად დევს რაღაცეები. ხო. ეს ინგლისურ ენაზე გაქლა რატო აქვთ ხოლმე ობიექტებს, ცოტა არ იყოს და მაინც არ ზოგადად ჩვენ რა ხალხი არა ვართ, ქართულები არა ვართ, კაცო ჩვენს ვიდეოებს ვეცებთ რა რატომაც არა, ხო? TikTok-ზე, მოდი TikTok-ზე შევამოწმოთ. TikTok-ის საინტერესოა. გვერდი არა, არ იძებნება, მაგრამ რაღაცა სტამბის სივრცეში გადაღებული სურათები რა ვიდეოები არის. ნუ რა თქმა უნდა, ეგრე ყველა ვარიანტი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ეხა ადამიანების მასა პოპულარულია სტუმრობს და შეიძლება სადღაც მოხვდეს მაინც, როგორც მინიმუმ თეგებში იყოს ალბათ, ხო? Google-ი ყველაზე საინტერესო 4.2 ვარსკვლავი შეფასება. ნუ სტამბისთვის კარგი შეფასება არ არის, მაგრამ ასე თუ ისე რაღაც ნორმალური ობიექტისთვის 4-დან ზემოთ ვარსკვლავები უკვე რაღაცა და აქ ნახე რა მთავარი რაც უნდა ვთქვათ, ეხლა ჩვენ უნდა მივხსოვთ ყურადღება კრიტიკულ ნაწილში და შეფასებებზე რომ გადავიდეთ, ძალიან ბევრი ცუდი შეფასებაა. უცხოელებს ძირითადად, იმიტომ რომ ინგლისურად ვუხდებით. ქართულად ვეძებთ, ალბათ ქართულად იქნება, თუმცა რამოდენიმე ქართველის კომენტარი ჭირხდა და ეგეც საინტერესო იყო, ძირითადად საჭმელზე გამოხურებ და მომსახურებაზე ყურადღება, რაც მინუსია საკმაოდ დიდი. იმიტომ რომ რაღაც კვების ობიექტზე რომ მიდიხარ, როგორც მინდა მომსახურება გჭირდება და საჭმელი გჭირდება, ანუ მაგის გამო მიდიხარ. მენიუები სადა აპლატურთული რომ ნახო? Facebook-ზე არ ქონდათ, Instagram-ზე ქონდათ და ის ინგლისურად და დანარჩენი არ იძებნება, რაღაც Google-ში იძებნება, რაღაც მომხმარებლის მიერ გადაღებული და ატვირთული. და ეგრე ამ ხელა ობიექტისთვის არ უნდა. ხო, რა პრემიუმ კლას ობიექტში გადის, ხო იდეაში. საიტი მაინც უნდა ქონდეს გაკეთებული. რაღაცა რომ გადახვიდე და სტამბოლში რაღაცა უნდა იყოს რა. ფასები, ნუ ესეთია რა. ფასებზე მე მოდი პირდაპირ ვთქვა, სანამ ამას გავხსნით ახლა და ვნახოთ ამ ფასებს. მე ვიცი რომ დესერტებია საკმაოდ იაფი ფასები. რა, დანარჩენი კერძები არის ხოლმე ისეთი უფრო მაღალ რეინჯში გადის რა. ბატონო, აგერ ფასებიც, რაც ვახსენეთ, ზუსტად ეგ არის. რომ დესერტები, ესე იგი, საკმაოდ იაფია, ახლა 12 ლარი, 13 ლარი თუ რაღაც. 7 ლარიდან 12 ლარამდე. ნუ ეგეც ხო, დაფიქრე იმაზე, რომ ყავაზე მიაყოლოთ დესერტი და ყავა ძირითადად ეხლა ვინც დადის სტამბაში, ალბათ დადის ერთი რომ კარგი კერძი ჭამოს, უნდა რომ ჭამოს და სამწუხაროდ რაც ვნახეთ რევიუები ეგვეუბნება იმას, რომ მაინც კარგი კერძები არ იჭმევათ სტამბაში, არაფერი პირადული, იმიტომ რომ ხალხი ამბობს ამ ყველაფერს, ხო რა, თქვენ შეგვიძლია შემოწმოთ, ნახოთ, ჩვენ რასაც ეხა აქ ვიღებთ, წერთ და თქვენ გაჩვენებთ, ეს ყველაფერი ღია, ანუ რასაც თქვენ მოძებნით და ჩვენ ვეძებთ, იგივე იქნება ერთ-ერთში. არაფერს არ ვამატებთ ზემოთ, მოდი ჩვენი პირადი აზრია და ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე არის ეს ყველაფერი, რომ აქ ორი შეგზარებული ვართ,
ერთი შაკოა. შემოპარულია. ხო, სასმელების მიმართულებით შეფასებს მე ის ვესაუბრებ. კონცეფციაც ზეც გადავიდეთ მომასობაში. კონცეფციის ამბავში ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მიყვებიან კონცეფციას, რაც უჭირავს თავიდან შექმნა, რომ ეს კაფის მიმართულება აქვს, ამ რაღაცა გარკვეული სივრცეები, სადაც შეიძლება რაღაც მოთხოვს და ღია სივრცე, დახურული სივრცე. ყველგან ზოგადად აჭარაჯგუფს არ უჭირს ეს კონცეპტუალურ მხარეს რომ მიყვნენ ბოლომდე და დიზაინშიც კარგი შედებიან, მაგრამ რაღაცები მაინც არწევს ხოლმე, ხო? იდეის დამუშავება შეუძლიათ კარგად, რომელიც მე განახორციელება. კერძის ვიზუალები, აი რევიუებიდან გამომდინარეც კი არასტაბილურია კერძის ვიზუალები, იმიტომ რომ სულ სხვადასხვანაირი მისდის, აი ალბათ უკვე სტაფის ტრენინგის ბრალია ან ცუდად ეპყრობიან, ან ცოტა სუხტიან და ხშირად ცვალებადი არის. რაც საკმაოდ ხშირია ბაზარზე, რომ ეგ პრობლემები იყოს და გვსმენია კიდეც, რომ საკმაოდ დაბალი ხელფასებით დანაზღაურება, ამას პირდაპირ ვამბობ კაფეოთ, რაც ძალიან ცუდია, როდესაც შენთან მუშაობს ადამიანი და ბიზნესს გიკეთებს, ანუ რეალურად ეს ადამიანები აკეთებენ ბიზნესს თქვენს მიერ რაღაცა დამენეჯმენტებულ ბიზნესს და მინიმუმ ის ანუ ანაზღაურება მაინც მოქონოთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობები უფრო მეტად ამაღლებულ დონეზე მოვიქცეთ რა და რაღაც პასუხისმგებლობები მოეკიდო ნაბოლოა. სასწავლების კონცეპტუალურობაზე ვთქვათ, კონცეპტუალურად იმდენ მიქსოლოგი ხალხ და რაღაცა სტილობენ რომ რაღაცა ის შექმნან და მოდი შაკომ გააგრძელოს. ხო, აი სასწავლების კონცეპტუალურობას რაც შეეხება, ნუ კარგი კოქტეილები აქვს, კოქტეილების მენიუს რო გავყვეთ, ცდილობენ რომ გემრიელი კოქტეილები გააკეთონ, კარგი ბარმენები წავს და არა მიქსოლოგები, მოდი მაგაზე შევთანხმდეთ რომ არიან ბარტენდერები და არა. მოდი ეგ გავუხსენოთ, ჩვენ მაყურებელს რა შეშავს ბარტენდერი და მიქსოლოგი. ბარტენდერი არის ადამიანი, რომელიც ბარში დგას, ამზადებს მენიუში ჩაწერილ კოქტეილებს, სასმელებს და მიყვება ყველაფერს რეცეპტის მიხედვით. მიქსოლოგი არის ადამიანი, რომელიც მუშაობს ბეგში. რომელიც ამზადებს ლიქიორებს, უნდა ქონდეს ლიქიორის დასამზადებელი აპარატი, რომელიც ამზადებს კორდიალებს, სიროფებს და მიქსოლოგი არის ზოგადად ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავისი ხელით ქმნის და არა ის ადამიანი, ვინც რაღაცა ლიქიორს და ვისკს რო ერთმანეთს შეუერთებს და თავს რომ მიქსოლოგს ეძახის. ეგ მიქსოლოგი არის. უბრალოდ იცოდეთ ადამიანებო, ისინი არიან ბარტენდერები, ადამიანი, რომელიც მაგას ვიეჭვი ხო? მელიქიფე, მაგას ვია მელიქიფე, ადამიანი რომელიც უკან მუშაობს, ის არის მიქსოლოგი და ნამდვილ შემოქმედებას და ხელოვნების ნიმუშებს ქმნის მიქსოლოგი. რა შეიძლება უშუალოდ ლოკაციას, რა ვიცი, ჩემს კარგი ლოკაციაა. ლოკაცია. უბრალოდ მომენტი არის ეგეთი, რომ ან პარკინგი აქვთ ხა ალბათ, მაგრამ იმდენად მეძებს, რომ ჯობია რომ მათ ფეხით მიხვიდე. ცოტა გაიაფე, დააკეთეთ ხალხს. მოკვლავების რო ჩავიდე. მოკვლავების. რაღაცა ისეთი ფასია საფრთხე ეხლა მოდი შევუწევთ შეჯამება გავაკეთოთ ამ ყოველთან დაკავშირებით და დავუწყოთ ესე რა Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. Facebook-ზე 7 დავუწერდი, Instagram-ზე 100 Okay. და ნუ TikTok-ზე ერთ დავუწერდი, ეგეც იმიტომ რომ რაღაც ვიდეოები რაღაცის გადაგებული. ასე თუ ისე სტამბას რო დასერჩავ ვიდეოებს აკეთებ რაღაც რა. აი ეხლა მე მოდი შემდეგ სამს მე ვიტყვი შეფასების სამში რა და თუ გამომყვებით. მე ხო ეცი უფრო მეტად კრიტიკოსი ვარ ხოლმე ამ ბავში და Google review-ებზე ვიტყოდი რომ 4.2 შეფასება როას ამის გამო და პლუს იმის გამო რომ კერძები და მომსახურებავს ხალხს დაწუნებული უცხოელსა და ქართულს მაჩვენებს რა 10-დან 5 კულას დავუწერთ. მოყვები? Okay. ხო? Okay. დანარჩენი ხო მენიუების შემთხვევაში არსად არაფერი არ აქვს ესე რა თუ დადებული და არა ჩვენთან მოწოდებული ფორმით რაპორტაც უნდა გქონდეთ 10-დან 0-ს დავუწერდი მე. ხო და მარტო ინგლისურად არ უნდა იყოს მენი. კი, ეგ არის და ნუ ფასებსაც შეეხება, ფასები ზოგი დამაკმაყოფილებელია გამოდერე იქიდან რომ ისიც იაფია, რაღაცა დეცერტები იაფია, პირობითად რაღაც კერძების ზოგი იყოს. ნუ საშუალო 10-დან 8 ალბათ ეკუთვნით, იმიტომ რომ რაღაც ობიექტური შეფასება ჩემი მხრიდან მე მგონია რომ ეგ იქნებოდა რა. კონცეფციას რაც შეეხება, რა მე მგონია რომ სტამბას კარგი კონცეფცია აქვს, რომ მიდიხარ რაღაცა სიწყნარე არის, ჩაჯდები და დაწნარდები გონებაც ისვენებს, ეგეთი შთაბეჭდილება რჩება მე როცა მივიდივარ. და ეგრევე ვისვენებ. დავუწერდი 10 კულას, იმიტომ რომ ნაკლი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ ვიცი თქვენას ვფიქრობ. აი, ოკეი. ხო. ნუ კერძის ვიზუალზე, ნონდი კერძის ვიზუალზე თქვენ გადადით. ოკეი. სასმელების კონცეპტუალურობაზე მე მინიმუმ 1 კულას დავაკლებდი ფასისგან. მე დავაკლებდი.
ოკეი, იყოს 9 ქულა. ხო, 9 ქულა იყოს, იმიტომ რომ ცდილობენ ყოველ შემთხვევაში რომ გემრიელი სასმელი მოგაწოდონ და ამაში შრომა არის ჩადებული. იქნებ მომავალს 10-დან. და ლოკაციაც რა უჯერმედი 10-დან 9 ისიც იქიდან გამომდინარე რომ პარკირების ცოტა ძვირი. პარკირებული დაგვირია და პარკინგზე იქ დაყენება მანქანა. ჯამურად გამოვიდა 65 ქულა გამოვიდა 100 ქულიდან სტამბას. საკმაოდ დაბალი ქულა გამოვიდა. თუმცა რა ეს ყველაფერი იმისთვის გეტყობა ხალხო, რომ ობიექტებმა გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნებით, ჩვენი გემოვნებაც მაქსიმალურად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმისთვის თუ რა საქმიანობენ, როგორ საქმიანობენ, რაღაცა შენიშვნები გაითვალისწინონ და ასთან ასე იყო რატომაც არა. ოკეი. შემდეგი ობიექტი არის ლოლიტა. გადავედით ლოლიტას. კი ბატონო. გიჟდები ლოლიტას შეფასებაზე. მარტო იმიტომ რომ ლოლიტაში რამდენჯერაც მივედი იმდენჯერ საზიზღრობა ხდებოდა. კი. ყოველთვის Facebook-ზე. ან შეგო მე მოსეს Facebook-ზე ლოლიტას რო ვეძებ, მიდევს საერთოდ ბავშვები child abuse-ის გამოცდილებას მიდევს რომ რაღაც ბავშვებს იგენ. რაღაც ეგ ალბათ რაღაცა ლოლიტა რამე მაში არის. child abuse-თან რამე კავშირია, ზოგადად სიტყვა ლოლიტა ბავშვებს ამუშავებენ იმტანებად მე ხელფას არ უხდით არ ვიცი. Google-ში უნდა დასერჩო ლოლიტა და იქ Facebook links ვაგდეს მე ეგრე გადახვა მაგაც გვერდზე თორე ისე Facebook-იდან არ მოიწერდა. Facebook-ზე მენიუ ვიდეოც ქართულად არის. არა ეს გაფრთხილებას რატო აგდებს მინუ ამხელა კომპანია უნდა მიწეროს ამ მეტას რომ Facebook-ზე რაღაც არასწორად იძებნება ჩემი გვერდი და არც Instagram-ი არ იძებნება. ოპა. აგინანაც Google-ზე უნდა გადახვიდე, Google-ის და დასერჩილიდან უნდა გადახვიდე. და მენიუ არ უწერიათ ქართულად არის, მხოლოდ ინგლისურად. აქაც რაღაც მხოლოდ English-ს აწვევიან თუ რა ვიცი. შემდეგი გვაქვს TikTok-ი და TikTok-ი არ აქვთ და საერთოდ არ იძებნება და ვიდეოებით სტამბისგან განსხვავებით იმდენი არ დევს რომ რაღაცა ვიზუალურად ცოტა შეხედო. ხო. შემდეგი გვაქვს Google review-ები აგერ. მოდი მაგარი რა. მე ვიტყვი იმიტომ რომ მე ხო იცი უფრო მკაცრად ვაწვევი ხოლმე და. ამიტომ აქ გვაქვს ესე იგი ეგეთი შეფასება რომ დახშირა ღია სამზარეულოში დარბიან რომ ვითხებიო რა. ხო და ვითხების ფათიშოვის ძალიან კაი ტიპები არიან როგორც ასეთი ინტელექტუალური ტიპები არიან. სამზარეულოსთან ვითხები არ უნდა იყვნენ ეგ ამბავი ხდები. ამიტომ რა ლოლიტა რა შო ვითხები როგორ არის ღიასივრცეზეა საუბარი მაგრამ ღიასივრცეზს რო შეიწამლოს და შესაბამისი ზომებით ჩატარდეს სანიტარული მარტო ის შავი ხუთი სადაც იჭერს ეგ არ კმარა რაღაც ცოტა უფრო მეტი კი ბატონო მენიუებსაც შეიძლება უშუალოდ სადავთ აპირთული ესე იგი Facebook-ზე აქვს მარტო ქართული ვერსია და რამდენი არის ინგლისური ვერსიები სხვა Google-ზეც და Instagram-ზეც ფასების თემაც გავიაროთ ახლა ამასობაში. ნუ საშუალო ფასებია რაღაცა აპეტაიზერები არის ცოტა ძვირი რა სხვა შორის. აპეტაი ხო, საკმაოდ რა, საკმაოდ რომ მე რო ახლა მაგალითად მივიდე რაღაცა პირობითად რაღაცა სუბუქი წასახემსებელი რაღაცა ვარიანტი რომ მქონდეს მინდა რა. ლანჩზე გადიხარ. ლანჩზე გავდი ხო. 25-დან და 32-მდე რაღაცა უფრო რაღაც სასწაული ფასები არ უნდა გადავიხატო მე რა. სისულელია ხდები? 25-30 ლარი უნდა გადაიხადო მთლიანად ლანჩი. ნუ კონცეფციას რა თქმა უნდა ეხა კონცეფციას ვერ შევეხებთ იმიტომ რომ მაინც აჭარაჭუპია და აჭარაჭუპიას თუ ისე კონცეფციაში ჯდება თუმცა რაღაც მხრივ მაინც ვფიქრობ რომ ლოლიტას შემთხვევაში შედარებით ამბასთან რომ შევადაროთ კონცეფციაზე ცოტა კიდე რომ იმუშაოთ უფრო ის იქნებოდა დახვეწილი და საინტერესო იქნებოდა რა ამიტომ რაღაცები აი არ ვიცი შინაგან ვერ ხსნე კარგად მაგრამ აკავია კერძის ვიზუალები ხო რა ისეთი casual dining-ია ჩვეულებრივი ამბავია რაღაცა განსაკუთრებული არაფერი არა ჩემთვის პირადად შეიძლება თქვენთვის ამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ხო აი ეს ტრენდი არის რაღაცა ხო რა ნუ იმალის თებშები და რაღაცები ოჯახურობას ხალებში ქმნის რაც პლუსია ერთ-ერთი იმიტომ რომ ჩდება რა ასე თუ ისე კონცეფციაში წასწრების კონცეფციაზე რა სიტყვით აბა ბატონო ცირა არის ნუ მე პერიოდ პოპულარ და ერთადერთი რაც არ მომწონს არის ის რომ რაღაც დღის კოქტეილი აქვს ესე
ქართული, რომელიც ძალიან basic რაღაცები ხანდახან წვენი და არაბი არის ხანდახან აღებული და ჩაწოლილ საქონელს ხიდი. ხო, დღის კოქტეილი ცოტა რთული რაღაც არის, ნუ ერთ დღეში კოქტეილს ვერ შექმნი რა. მოდი ამაზე ჩამოყალიბდეთ. ხო, მაგრამ შექმნილი კოქტეილი ხო შეიძლება რომ გადმოიტანო დღის კოქტეილს. ხო, მაგრამ დღეს ხო დღის კოქტეილი ეგრონი გქონდათ რა. ეგრე არ აქვს. რაღაც კონკრეტული კოქტეილი აქვს, რომელიც ყოველდღე ახალი კოქტეილია. ოკეი. საბოლოო ჯამში მოდი შეფასებაზე გადავიდეთ ისე თუ ასეთი კომენტარი ყოველფერზე რას ფიქრობ? რა არის? ხო, აი ერთადერთი რაც კიდევ რაც არის რომ მენიუში ფასები არ უწერიათ. ერთი ორ შევუკეთა და მე მოგდის 400 ლარი დადე ბიჭო. მოჭოი. მოჭოი. ხო, და ლოკაციურად ეხლა დავისწავლოთ ისე და ისე და იგივე კომენტარს მოდი ჩამოვყოთ ეხლა ქულებზე. აი წარეთ დავიწყებ, წარეთ გავიწერე და მე ცოტა გააწყობე შენა. ესეთი Facebook-ზე და Instagram-ზე სამ-სამი ქულა. ოკეი, რომ ძალიან აი და ცოტა დაულაგებლად იყო და არ იძებნებოდა და აი მაგარი გამოსასწორებელი აი გამბავია თან მენიუ ქართულად არ ედოთ და ნუ აი Facebook-ზე ჯანდა. TikTok-ი ვაფშე არ აქვს არც იძებნება მაგაში ნული. ვაფშე. Google review-ები რა, მე წარი გააგზავნე, წარი. ბიჭო, Google review-ზე ვფიქრობ, რომ ისე ვაირაღოს TikTok და Instagram-ზე დავუწერ შენ სამი ხოლმე მე 10-დან 3-ს ვფიქრობ, იმიტომ რომ ვირთხებზე იყო საუბარი და ხა ვირთხები სამკულას იმსახურებენ როგორც მინიმუმ დანარჩენი არ ვიცი როგორც ხდება რა. ცხოველური ხო, თანადგომა. აი მე ჩემს მიცოდი ვირთხებს. დღის კერძი გააკეთონ ვირთხით ეს. აი ვირთხით სოსისები. შეიძლება. აი მენიუებს არ შეეხებათ, რომ სადარი ატვირთული და იდეაში Facebook-ზე მარტო ქართული ვერსია და შემთხვევაში ინგლისურია და აქედან 3-ი. მადლობა რომ გავახ ატვირთული. ქართულად იძებნება. ხო, პლუს ჯერ მაგის მოძებნა რა არის, მე ეხლა გახსენე ინგლისურად, შეიძლება ინგლისურად ვიცოდეთ ხალხო და ვიცით. კანონით ქართულად უნდა მიეწოდო. ერთია, ხო, ეგ ერთი უეჭვი, რომ კანონით აუცილებლად რომ ქართულად ეწეროს. მეორე ერთია, რომ არის ადამიანები, რომ არიციან ინგლისურს, ნუ. აი, ფასებს არ შეეხება, ფასები რავი, საშუალო ფასებია, ჩემი აზრით აპეტაიზერზე ვიქნით, რომ ძალიან ზურია და ამიტომაც 10-დან 8 დავუწერდი ისე რა, მაგას. ჯიგურ კონჩო რა, ხო, და შეიძლება ნორმალურად საშუალო ფასთა კატეგორიაში ჩამო. მაგრამ საშუალო ფასთა კატეგორია ხალხო არ ნიშნავს იმას, რომ დაბალი ფასებია. კონცეფციასაც შეეხება, კონცეფციაში რა ვიცი, ნუ როგორც ახლა ამას 10 დავუწერეთ, მე ვკითხი, რომ ცოტა მეტად შეიძლება რაღაც დაიქო და ამიტომ ერთხელ დავაკლებდი და 10-დან 9-ს დავუწერდი. კერძის ვიზუალებში 9-ს დავუწერდი, იმიტომ რომ ამაცა ჰომ ამას სტილი უჭირავ და მაგას ოჯახურობას გვიქმნის რა რაღაცა. სასწავლების 10-დან რამდენი? პირდაპირ ქულას. 10-დან 8. 10-დან 8 დავუწერ, ხო. ნუ უჩვენოს. მე რა ფასები ვისაუბრ ქულები იმას თანხმდება ყველაფერს. მაშინ ხო, და ლოკაცია 9 რა. იმიტომ რომ პარკინგი არა. ხო. უნდა გადაიჭირო. ერთი ქულა მაგაში დავაგებ. აი, 100-დან ესე იგი შეფასება გამოვიდა და 55. ხო, 55 ქულა, რაც ნიშნავს имас, რომ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ხო, სტამბასთან შედარებით 10 ქულის ნაკლები გამოვიდა. არა, შეუძლიათ რომ 100-დან მინიმუმ 90-ზე იყვნენ რა. უფრო პატარა მასშტაბი აქვს რეალურად და უფრო მარტივად შეგიძლია რაღაც პატარ-პატარა პრობლემები რო წარმოიშვება, აქ მოფხრა ეგრევე, მალევე. შემდეგი ობიექტი გვაქვს პოლი და შეგვიძლია ობიექტია პოლი არის თბილისში ბევრ ადგილზე ქსელია. საერთაშორისო ქსელია, ხო, ფრანჩიზებით ნაყიდი და აქ გაკეთებული და რაღაც მხრივ მორგებულია ნუ ქართულ გენონებაზე რა, ხო? რაღაც მხრივ, იმიტომ რომ მაინც თვალ ფრანგული არ არის. ქართულ ცოტა თუ მე ვიტყოდი რომ ცოტა თუ გემონურად ცუდა და ქართულად შეზავებული ასე რომ ვთქვა. ხო, ნუ ეგ უკვე ჩვენი პირადი საკუთრების ამბავია და მაგას ალბათ მე სხვა გადაცემაში უკვე სადაც უშუალოდ მივალთ ადგილზე და გავსინჯავთ კერძებს. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ისე რომ არ უნდა არის ცოტას. შევაფასებ. მე ვთქვა ეგ ამბავი რა, მთავარი ხა არის სათქმელი ის რომ პოლი არის ქსელური ობიექტი. და დიდ მასშტაბებზე მუშაობს. და დიდ მასშტაბზე მუშაობს და საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანი სტუმრობს პოლს.
ამიტომ ესეც საინტერესო უნდა იყოს ჩემზე ჩვენი მაყურებლისთვის. დავუწყოთ ისე Facebook, Instagram, TikTok-ის შეფასებით. Facebook-ზე, ესთეტიური ლამაზი სურათები ვდევთ, მენიუ არ ვდევთ, რაღაც აი საიტზე გადავყავარ და რაღაც სხვადასხვა ქვეყნების ისინია პოლები ჩამონათვალი და მენიუ რა ვიცი, სად ვიპოვო აქ, მე რა ვიცი. არ მომწონს. ანუ არ არის მაგალითად არ ვდევთ რა იცი. Instagram-ზეც არც highlight-ებში, არც ისე არ ვდევთ მენიუ. ახაც არ ვდევთ. ანუ მინიმუმ highlight-ებში მაინც ანუ გასწორდა და გადაიტან highlight-ში რა. რომ შეინახე და რატო გიმეშვები, დისკომფორტში რატო გონყოთ. აპინი რა ბოლო-ბოლო. TikTok-ზე ვაფშე არ იწებნება, არ არსებობს. TikTok-ი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებულია დღევანდელ ბიზნეს განვითარებაში და როდესაც ყველის ობიექტი ხარ, მე მივესალმები იმას, რომ TikTok-ზე სკროლის დროს, რომელსაც ახლა ძალიან ხშირად მანდამაც არ ვიყენებ, მაგრამ როცა ვიყენებ, ხშირად ხდება ხოლმე რაღაც ობიექტები, სადაც თუნდაც მინიმუმ სტაფი დაქირავებული ადამიანები ვინც არიან და მომსახურე პერსონალიც ვთქვათ, აქტიურობს და რაღაც ტრენდებს იღებს. რომელიც ჩემთვის საინტერესოა და აქედან გამომდინარე, მე ვინტერესდები, ვა რა ობიექტია, გადავდივარ ნახულობ და მე ვიცნობ, მინიმუმ ისწავლო, მივიდე და ვესტუმრო. მანდაც არის ორი ნაწილი რა, TikTok-ს როგორ იღებენ ერთი აი შენ როგორ ვთქვი და სტაფთან ერთად რაღაცა ოჯახური გასართობი და საინტერესო კონტენტს, რომელიც თან უყურებ გიხარე, მაგრამ რეკლამა არ არის რეალურად, მაგრამ ვერ ვცნობ რომ რეკლამა ამ ობიექტის და მეორე არის დაძალებული რეკლამა, რომ აი ჩვენი რაღაცა შაქარი, ნახე რა გემრიელია, გამოიყენეთ რაღაცა, მაგრამ გადავიდეთ ხა შემდეგზე Google Review-ზე, რომელიც ჩემი საყვარელი მხარეა, გიჟდები Review-ზე. აქ უნდა მეწეროს Google-ია, რაღაცა აი Google. მოკლედ ძალიან ცუდი review-ები და საკმაოდ ბევრია თან. მენიუს ფოტოებს რაც შეეხება ხალხო, აი ნუ არ ვთქვი რომ გადავდე ნახეთ მეც არ დავამატებ. მკვდარია. ხო, ან იმდენად მკვდარი და არამადი საფუძველია რომ ამაზე აი არ ვიცი რა ვინც არ უნდა იყოს ზუსტად ვიცი რომ დაწერს ძალიან ცუდ შეფასებას რა. ძალიან ცუდი. ძალიან ხომადი საფუძველია. ხო, რაც შეეხება უშუალოდ მენიუს მოძებნას რომ მენიუ მოძებნოთ მხოლოდ Google-ში იძებნება. ანუ ვიდეოში. ანუ ეგეც დიდი მინუსია ის რომ Facebook-ზე, Instagram-ზე არ უნდა მენიუ და შესაბამისად Google-ში მოძებნა მენიუსი, იდეც ალკე დისკომფორტი არის. ფასებს რაც შეეხება მენიუები, ფასებს ამასთან ერთად ახლა გამიხილოთ, იმიტომ რომ აუ ერთი წუთი, ნახე აქ რა გავაძრე, აი უყურე ომლეტის ფასი რო წერდა ბოსტნეულით 23 ლარიო რა, ძალიან დიდი ბოდიშია. ნახეთ როგორ რაღაცა ომლეტი ბოსტნეულით განა რა უნდა ღირდეს. რა უნდა ხილდეს ისეთი რომ 23 ლარი დაავდო. რა დეგეგეს ეგეთი გამაგებინეთ და რა საშემოსავლოს ამატებ ზემოდან, არ ვიცი, ვერ რა ქათამადადო ეკოისხი 23 ლარი დაავდო. ასურევენ შეგნით რა, ასურევენ. რა უნდა ვეროდეს ირაკლების კვერცხია ბიჭო? არა, ის შეიძლება იცი რა არის? ქათმე მიგვიყავს რა და ახალ გაკისრებული კვერცხი. ეხა ნახე წარმოიქინე. ერთ ომლეტს 3 კვერცხი ხო უნდა. ქათამა იწვალო კვერცხის დასადებად. მოკლედ, ხალხო, უაზროდ გაბერილი ფასები. უაზროდ გაბერილი ფასებია, საშინელება. ეს მარტო ომლეტი. ხო, ეს ომლეტი. რაღაცებზე ზოგი არ ნახოთ. ომლეტი ნახოთ 23 ლარი, ამას დავიმახსოვრებ, ამას დავიმახსოვრებ და რა ქვია, იქ ადგილზე რომ მივარ შეფასებისთვის მე როგორ ობიექტებს დავივლებ და სხვა გადაცემას აღდგენს ძალიან მალე გავაკეთოთ მაგ ამბავს. 23 ლარიან ომლეტს ეგ ეტაპის შეუკვეთავ და ნახავ რა არის და იქაც გეტყვით უფრო დეტალურად. ფასები მოყვება მე და აი ფასების ერთი სიტყვა შემიძლია თქვა აჯაფსანდალია. კი. აჯაფსანდალია კარტოფილით. ისეთი ფასები არა. კაი, კონცეფციას რაც შეეხება ჩემი აზრით, მოდი მე ვიტყვი ისე, სიმკაცრეს მივყვები კონცეფცია ჩემი აზრით. საერთოდ აი ვერ ხვდები რა კონცეფციისაა რა, მივხვდით იმისა რომ ვიცით რომ პოლი არის ფრანგული ლანჟერია, ხო ბრასერია შეიძლება ან რაღაც არ ვიცი მართულობაში ყოველ შემთხვევაში ზის. საქართველოში ეს ყველაფერი საერთოდ არ აქვს დაცული და თავის კონცეფცია არის კონცეფცია რა. კერძის ვიზუალები, ნუ რაც ფასი იყო ისა, კერძის ვიზუალები, ოღონდ დიდი ფასი არ ნიშნავს რომ კარგია. ანუ არ არის რა ეს კერძი რა, ლამაზი და ესთეტური არ არის რა, ფაქტია. ნუ სასმლის კონცეპტუალურობას, ნუ ყავები აქვს და ფრეშები აქვს და მეტი თან არ დავუწყო მენიუ აქვს ძალიან დიდი ძმა.
180 კერძია, არ ვიცი, 280. ძალიან გაბერილია, რატო გვაბნევთ რა, რა გინდათ. კაი, შემდეგზე სასმელი ლოკაცია. ბაზბეგზი, ტაბიძე, აბაშიძე, ისეთი ადგილები არის, რომ მანქანა ძალიან მარტივად გააჩერე. დავიწყოთ შეფასება დავიწყოთ, ესე იგი Facebook, Instagram, TikTok-ი მირო კლასურად ისტორიულად შენსთან დაახლოებით. ასე თუ ისე რაღაც 10-დან რამდენს უწერ პირდაპირ თქვი რა. 7-ს უწერ Facebook-ზე რაღაც ცოტა ესთეტიკური სურათები ქონდათ ასე თუ ისე რაღაცა, Instagram-ზეც რაღაცა იყო რა, ნამუშევარი იყო, არ იყო პროსტა. მან რამდენი? მან და 7 და უწერ. ოკეი, იყო 7. იმიტომ რომ მე მაგრად გაიწურებიან დანარჩენი მეებში უეჭველი. TikTok-ში 0 არ არსებობს ვაფშე არ იცი ვიღაცა რენდომ პოლ ტიპები იძებნებიან. აი, შემდეგზე გადავიდეთ, Google-ები, ესე იგი, ცუდი რევიუები აქვს, ბევრი. მენიუს სურათებზე რაც აღნიშნეთ, ფოტოებზე რაც აღნიშნეთ არის ძალიან მკვდარი ჩამკვდარი და არამადის აკუზრელი, ამიტომ რავი, იმის გამო რომ უბრალოდ კერძი გამზადებული და დევს როგორც ასეთი მაგიდაზე, ჩემი აზრით 10-დან 3-ს იმსახურებენ და ალბათ მე მგონი დავხვდებით ამ ყველაფერზე, ხო? ესე იგი, მენიუს ატვირთვას რაც შეეხება თვითონ სადაა დადებული მარტო და მხოლოდ Google-ში იძებნებოდა მენიუ და 10-დან 5 ქულა სულ საკმარისი იქნება და მეტი არ მოითხოვოთ. მეტი არ მოითხოვოთ. ფასებს რაც შეეხება, იმდენად ხა ის ომლეტი მოსწონებული იყო ჩვენთვის, აი რაღაცა სერიოზული გაუცემა შოკი, ხო, იმიტომ რომ 23 ლარად რამდენი მენიუ მოსგაკეთებული მე პირადად შენი გქონდა 23 ლარი როგორ უნდა დაატო რა, აი პროსტა სისულელი, ამიტომ ალბათ საუბრა გაიხსნა. ამიტომ რავი, აი უბრალოდ იმიტომ ხო, 10-დან 3 ქულას დავუწერდი, მაგ ამბავში გაბრიელ ფასებში 3 ქულას, იმიტომ რომ რავი, ფასები მაინც მიაწერეს რა, მაგათ, ანუ სხვებისგან ასრულებით ფასები აღარ უწერიათ. ეგ ამბობია და 10-დან 3 ქულა მეგონი სულად ნორმალურია კონცეფციაზეც გადავალმოდი მიოღებოდი და სადაც ჩაჭერა იქ ჩავაჭერეთ, იმდენად დიდია ჩამსანდალი იყო, იმდენად დიდი გაუგებრობა იყო ეს ყველაფერი. რომ შეიძლება 10-დან 1 ქულა ისიც იმიტომ რომ დაწერილი აქვს, რაღაცა შექმნილი აქვს, რაღაცას ჩავიჭრა, თუმცა 1 ქულა სრულიად არ დამოკიდებული. მოდი კერძების ვიზუალებზე თქვენ დაწერეთ ქულა. მე დავწერ მაშინ რა ვიცი, მე ვიყავ 3 და შენ თუ მომყვება და 3-ში მოდი შევდახო. ეგეც იმიტომ რომ ზარეულმა რაღაცა იმუშავა. კოლეგა არის და მაინც სამიანი ზარეულებს და რაღაცა მიაკეთო ეს. შინაურობაში წერთ მაგ 3-ს. ხო, მაგ მე ძალიან გადაუარეთ უკვე, მაგრამ სხვა გზა არ არის, ვიექრობაა საჭირო რა. არა. კრიტიკულად თუ არ შეაფასე განვითარებისთვის ის ადგილი აღარ დარჩება და ფიქრებს რომ აი всё მე მაგარი აი ამ სასწავლებლებზე მოდი სასწავლებლებზე ხა ცოტა რბილად მიუდგები მაინც სასწავლებლებს რაც შეეხება რავი ანუ დიდად მრავალფეროვანი მენიუ არ აქვს სასწავლებლების მრავლობაში რაც ყავები და ფრეშები აქვს როგორც ეხლა დაკონდობიან თქვა და დაუწერო ამ ყოველთვის ჩვენ რაც ვნახეთ ეხლა გამწუთას ეგენ მიუდებთ ხო იქ შეიძლება ადგილზე იმდენი გქონდეთ რომ კაცმა ხო არ ვიცი რამდენი იქ რა მოხდება კაცმა არ ვიცი მაგრამ დაუწერო 4 ქულას იმიტომ რომ რაღაც ყავა დიდად გებრიელი არის და ფასიც არ შეესაბამება და რა თქმა უნდა ბილად მიგებიო ბილია მე ბილია ნო ფრეშიც რავი მე მგონია რომ ეგრე აი ეს ფასი არ უნდა ღირდეს და როგორც ფრეში ძალიან ცუდი პრაქტიკაა რომ რაღაცა ყველა ფრეში ერთი ფასია ეგრე არ არის ანუ რაღაც პორტუგალის შეიძლება 5 ლარი იჯდებოდეს გასაკეთებასა და რაღაც შეიძლება 15 ლარი რა. და ლოკაციაც დაუწერ რავი 5-ს მეთახვები თუ არა. ისეთი კარგი პარკინგის ადგილები ხო, ეგ მერის პრობლემა, კაი აღარ გვინდა ხო. კლიანობაში გამოუვიდათ 18 ქულა 100-დან. რაც ვფიქრობ რომ პოლისთვის საკმაოდ მაღალი ქულა. იყოს 30 ქულა, 120 დავგალება ჩვენ ეს იყო. 100-დან 30 ქულას უწევთ პოლს. 8 ქულას ვაგნებთ იმაში რომ ძალიან ცუდი შედეგები დადეს. გამოასწორეთ ხალხო, მოექეცით ადამიანებს ცოტა უფრო მეტად ადამიანურად. მოგვეცით იმის საშუალება რომ თუნდაც კონდეს რა ვიცი მინიმუმ ის ინფორმაცია რომ სწორად შევაფასოთ სხვა დროს მოვიდეთ დავაგემუნოთ დაალაგეთ ეს თქვენი მენიუ თუ მენიუს დაალაგება არ შეიძლება ჩვენ აქ იმისთვის რომ ჩვენ აყოლოთ რეალურად ხო ქმნით კერძებს მენიუს კონცეფციას ვატრენინგებს თავს და ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დახმარება გაგიწევთ რაღაც კონსულტაცია გაგიწევთ ამიტომ წარმატებას გისურვებთ მაგამ ბავშვი და 100-დან 30 ქულა გეკუთვნით დღევანდელობაში თქვენ
აი ჯამურად 3 ობიექტი შევაფასეთ დღეს. ეს იყო სტამბა, რომელმაც აი ყველაზე მაღალი ქულა დღეს 65-100-დან. შემდეგ იყო ლოლიტა და 55 ქულა იყო 100-დან და პოლმა 38 აიღო და 30-ზე დავამრბალეთ და 30 აიღო 100-დან. ხო, საბოლოო ჯამში გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვილაიქეთ ვიდეო იმისთვის რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. პლუს იმისთვის რომ მოინიშნოთ თუ მაინც ახლა ამ სიტყვას არ გამოიწერთ, თუმცა საერთო ჯამში გსულს რომ რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება თქვენი მხრიდან, მოგწერეთ თქვენთვის საინტერესო ობიექტებიც, რომელსაც განვიხილავთ ჩვენ და რა თქმა უნდა ჩვენ საათს გაგიზიარებთ და ისე და ისე გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამოიწერეთ ხიჭებროზის არხი, ჩვენ რომ აყურებთ, ხო? ჩვენი საფი მომიმართო.